სინამდვილეში პოლიტიკური შეფასება გავაკეთე მარიამ ლაშხის, მოქმედი პოლიტიკოსის და მისი ქმედებები, მისი პოლიტიკა შევაფასე როგორც სამშობლოს ღალატი და თანამედროვე ბოლშევიზმი. ანუ რაღაც უცენზურო სიტყვებით არ გაგილაძავს. მოდი ამაზე ვთქვა. მას უწოდე სამშობლოს მოღალატე და თანამედროვე ბოლშევიკი. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური შეფასება, ეს არის სრულად შეესაბამება ჩემი კონსტიტუციური უფლებებს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ისე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ეს სრულად ჯდება მის მოთმენის და თმენის ვალდებულებაში, როგორც პოლიტიკოსი, ეს არის შეფასება, ამ შეფასების შედეგად მე შემიძლია ვამტკიცო კონკრეტულად რას გულისხმობ ამაში და მაგალითად საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლის მიხედვით ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ უნდა გააკეთოს ყველაფერი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის. მარიამ ლაშხი არის იმ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს წარმომადგენელი, საიდანაც გაგვირიცხეს ახლახანს. შესაბამისად, ეს მისი ქმედებები, პოლიტიკა ეწინააღმდეგება მაგალითად 78 მუხლს კონსტიტუციის, შესაბამისად ის გამოდის, რომ არ ყვევს საქართველოს კონსტიტუციას და შესაბამისად ღალატობს სამშობლოს. რაც შეეხება ასევე იმას, თუ ამ ტერმინების გამო რომ მე შეურაცხყოფას მედავებიან, ნახეთ, ეს კატასტროფული შეცვლა არის დინამიკის, იმიტომ ჯერ ერთი Facebook პოსტზე არის საუბარი, მე აქ შეურაცხყოფელი არაფერი არ არის, იმიტომ რომ სამშობლოს ღალატის მუხლები არსებობს და მე დღეს კითხვა დავსვი, შეუძლია თუ არა მარიამ ლაშხთან რომელიმე პოლიტიკოს სახელმწიფო მოხელეს უღალატოს სამშობლოს. დიახ, შეუძლია. შესაბამისად, მე თუ მის ქმედებას ვაფასებ როგორც სამშობლოს ღალატი, როგორ შეიძლება მე ამეკრძალოს ეს პოზიცია. ასევე შეიძლება თუ არა რომელიმე გაატაროს თანამედროვეში, ანუ ნეო-ბოლშევისტური იდეები, ანუ დღეს ბოლშევიკური მიდგომები, რაც გულისხმობს ავტორიტარიზმს, ხო? ამ ქვეყანაში 70 წელი იყო ბოლშევიკური მმართველობა და ეთნიკურად ქართველები აწარმოებდნენ ამ მმართველობას. მაგრამ მთელი არსი იყო, რომ იყო დიქტატურა, ერთპარტიული. არის თუ არა დღეს ერთპარტიული დიქტატურა საქართველოში? დიახ, არის. მაქვს თუ არა მე როგორც მოქალაქეს უფლება, რომ შევაფასება მივცეთ? კი, მაგრამ დღეს ზუსტად ჩემი შეფასების უფლების შეზღუდვა ხდება და ეს არის კატასტროფული, უკუსლა დემოკრატიული, რადგანაც ამის მერე პრაქტიკულად ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მოქალაქისადმი და ყველა ქართული ოცნების წევრისადმი, რომლებიც თანამდებობას იკავებენ, ესეთი მსგავსი შინაარსის სრულიად ცენზურის დაცვით, მაგრამ კონკრეტული პოლიტიკური შეფასებები გახდება პრაქტიკულად შეუძლებელი. და წარმოიდგინე, როგორ შეიძლება არჩევნები გაიმართოს ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება შეუძლია ოპოზიციას უსამშობლო უწოდოს, ძალიან საინტერესო ოპოზიციას არ შეუძლია. ძალიან საინტერესო არის, რომ კანონში წერია, რომ დასჯადი არის სახელმწიფო თანამდებობის პირის შეურაცხყოფა, პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა, ანუ მთავრობის წევრის, პარლამენტის წევრის და ასე შემდეგ. ხო, ანუ მათ თუ რამეს მონას დაუძახებ ან მოღალატეს, დაისჯებენ, მაგრამ ისინი თუ ოპოზიციის ლიდერებს დაუძახებენ უსამშობლოს, არ დაისჯებიან, იმიტომ რომ მათ თანამდებობა არ აქვს. ამ ეტაპზე. ხო, ძალიან საინტერესო სამართალია, სხვა შორის, მაგრამ ბიზნესაც არ არის თანამდებობა, ეს საინტერესო ნიუანსია აქ. დავით, თანამდებობა არ ჭირდება. ხო, თუმცა ამ კანონით გამოდის, რომ ბიზნესზე არ ეხება. ალბათ ჩვენი მოქალაქეები რაც შეცვლიან თავის მიდგომებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ იპოვიან გზებს იმისა, რომ გვერდი ავუაროთ ამას და გავაგრძელოთ კიდევ უფრო ორიგინალურად, ნიჭი არ გვაკლია ზოგადად. რამდენიმე საკითხი უნდა გავიასწროთ. პირველი, თუ ჩვენ ვიცით კონკრეტულად, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა ქართველებთან ეთნიკურად, კობახიძეს არ გულისხმობდა სხვებს, არამედ რუსებთან, რომლებიც მართავენ მთელ ამ პროცესს, ჩვენ ყველანი ვიაზრებთ, რომ არანაირი ფლეშმობით, არანაირი ლამაზი სიტყვებით, 500.000-იანი აქციებით თუნდაც და ნებისმიერი ასეთი ქმედებებით ფსბ-ს წარმომადგენლები რუსები ამ სისტემაზე უარს არ იტყვიან, რომელსაც ახლა ამყარებენ, სადაც იყენებენ ქართველებს და სადაც იყენებენ ჩვენ სისტემებს, პოლიციას, სულს, სასამართლოს, ხო, ჩვენი სახელმწიფო სისტემებია. სამწუხაროდ, მეორე მხარეს დგანან ასევე რიგითი პოლიციელები, ბადრაგი, სუსი, მოსამართლეები, ხშირ შემთხვევაში რიგითები არ არიან, ხშირად დანაშაულებრივად მონაწილეობენ ამაში, მაგრამ ძალიან ბევრი იქ არის რიგითი ჯარისკაცი სისტემის, რომელსაც პირდაპირ პასუხისმგებლობა არ აქვს. ჩვენ სამწუხაროდ მათთან დაპირისპირება გვიწევს
და ქართველს დიახ, ქართველთან უწევს დაპირისპირება, მაგრამ ჩვენ გაგვესმოდის, რომ მათ უკან ბრძანებები მოდის რუსებისგან, ისინი არიან შეცდომაში შეყვანილი, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მიერ აწყობილი სისტემის მეშვეობით, ისინი ემსახურებიან მტერს, მტრის მხარეს არიან გადასული. შესაბამისად, ჩვენ უნდა ძალით დავუსპირისპირდეთ ამ ძალას, დიახ, გადავტეხოთ ეს სისტემა და ამ ძალის მეშვეობით შევძლოთ ის, რომ დავუბრუნოთ ეს ქვეყანა ქართველებს. ქართველიერი დღეს დგას კატასტროფის წინაშე, ჩვენ პრაქტიკულად კარგად სახელმწიფოს 1921 წლის პროცესი მიმდინარეობს და საუბარია იმაზე, რომ ჩვენი კონსტიტუციური უფლებების დაცვისთვის, სახელმწიფოებრიობის დაცვისთვის ყველანი უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა რეჟიმს, რუსებს და დიახ, უნდა ისეთი ქმედებები გავახორციელოთ, რომლის შედეგადაც სისტემა გადაწყდება და დასრულდება და დავიბრუნოთ ჩვენ სახელმწიფოს მაგრამ ეს ვერ განხორციელდა, როცა ბევრი ხალხი იყო ქუჩაში, ხო? დეკემბერ-იანვარში და მოახერხა ხელისუფლებამ ყველაფერს გადატანა და გადაგორება და ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ? ხალხი ეხლა არის კიდევ უფრო მეტად გაბრაზებული, კიდევ უფრო კარგად ესმით, ჩვენ ხალხის რაოდენობის პრობლემა არ გვაქვს. 800,000 იმ დროს ხოცების დათვლილი ხმა მოგვცა და მაგაზე მეტი არის ეხლა და კიდევ ქართული ოცნების მომხრეების დიდი ნაწილი გადმოსულია ჩვენ მხარეს, იმიტომ რომ ევროკავშირში ღირსებით არ მიდიან და აგერ უვიზოს გვიუქმნებენ პრაქტიკულად და დიქტატურა დაამკვიდრეს. საკითხით ხალხი რატო არ გამოდის ეს ქუჩაში? ერთი რეპრესიული სისტემის შედეგი არის ჯარიმების და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე მომენტი არის ზუსტ გზას არ ხედავენ გამარჯვების. ამისთვის ჭირდება ორი კონკრეტული პროცესი. პირველი, ჩვენ უნდა შევქმნათ კონკრეტული პოლიტიკური ალტერნატივა თავისი პრემიერ-მინისტრით, მთავრობის შემადგენლობით, რომელიც ხვალ ბიძინა ივანიშვილი გაიქცევა, ზეგ ხელისუფლება იქნება, რომელმაც შეძლებს რომ რისკები შეამციროს და საქართველოში მშვიდობა იყოს და არ იყოს კრიზისი, არ დაგვაწყოს 40 კილომეტრში ოკუპანტის ჯარი დგას და ბიძინა ივანიშვილი მათი მეშვეობით გვემუქრება. მეორე პროცესი არის, ჩვენ ხალხს უნდა დავუბრუნოთ რწმენა იმისა, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ და ვიმარჯვებთ ერთობით. ერთობა ამ საქმით არის დაკავებული, ერთობა ყველაზე ძლიერი დღეს ცენტრია ამ კუთხით, ამიტომ აი ამ ორი მიმართულებით პოლიტიკური სწორი ცენტრი, რომელიც შეეშვებს თვითმმართველობის არჩევნებს, წარმოუდგენელია არჩევნები, რომელიც არჩევნები არ არის, რომლის შედეგადაც ვერ ცვლი ვერაფერს, ამაში შესვლა არის ღალატი. შესაბამისად, ამის ნაცვლად ჩვენ უნდა შევქმნათ კონკრეტული პოლიტიკური ალტერნატივა და ამავდროულად გავაძლიეროთ პროტესტი და პროტესტი მივიყვანოთ იქამდე, იცით, ის 10 დღე როცა იყო დაპირისპირება რუსთაველზე, თქვენ ამოთ შედეგი არ დაიდო. რა თქმა უნდა, როცა ეს უმართავია, შედეგი არ იქნება, როცა ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ ღმერთმა არქნა შედეგი დაიდოს, პირდაპირ თქვა, ეს წარმოუდგენელია, შედეგი უნდა დაიდოს, შედეგი არის ერთადერთი. ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი უნდა დასრულდეს, ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს ქართველ ხალხს და ეს შედეგი ისინი ვინც ქუჩიდან ვინც არჩევნებზე მიდიან, მაგას ამბობენ, რომ ბრძოლა არჩევნებზე უნდა გაუმართოთ, იმიტომ რომ ქუჩიდან არ გამოდის ქუჩიდან. არჩევნები არის გაუქმებული მეტიც დღეს ჩემი სასამართლო პროცესით გაუქმეს უფლება, რომ შენ არჩევნებზე როცა მიდიხარ, ოპოზიცია ხარ, ხელისუფლებას უთხრა, რომ შენ ღალატი ჩაიდინე. გავრილოვი რო ჩასვი იმ სკამში, სადაც ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ეს არის ღალატი. ამის გამოცხადების უფლება საქართველოს მოქალაქეებს, პოლიტიკურ ოპოზიციას უფლება აქვს. და ჩემი საქმე დღეს ვიმტკიცებენ, რომ არჩევნების დროს მათ შეუძლიათ უსამშობლო გვიწოდონ, ვინც გავრილოვის მხარეს კომუნისტური პარტიის წევრია გავრილოვი. და ჩვენ ამის თქმის უფლება არ გვაქვს. ეს შეუძლებელი არჩევნები არის გაუქმებული, დემოკრატია არის გაუქმებული, ქართველ ერს ამ გაუქმებული რეჟიმის მეშვეობით ჩვენ 200 წელია ქართველი ერკვლი რუსებს ებრძვის. აჯანყებებს მთელი ჩვენი ისტორია არის რუსების წინააღმდეგ, აჯანყებების წინააღმდეგობის ისტორია და ქართველი ერის დამოუკიდებლობა რუსეთის წინააღმდეგ. და არავის არ უნდა შეეშინდეს იმის, რომ ქართველი ერი კიდევ ერთხელ გაერთიანდება და თავისი სიმტკიცით დაიბრუნებს საკუთარ ქვეყანას.